ტრადიციული თვალსაზრისით ვეფხის ტყაოსნის დაწერის თარიღად ითვლება მე-12 საუკუნის ბოლო ან მე-13 საუკუნის დასაწყისი. ეს თვალსაზრისი, რომელიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული და მიღებული მკვლევართა უმრავლესობის მიერ, ემყარება თავად პოემაში არსებულ მონაცემებს. კერძოდ, პროლოგსა და ეპილოგში რამდენიმეჯერ რქებით მოიხსენიება თამარ მეფე და მისი მეუღლე დავით სოცლანი. ამასთანავე ყველა შემთხვევაში ისინი დასახელებული არიან როგორც ცოცხალი მმართველები. იქიდან გამომდინარე, რომ თამარისა და დავითის შეუღლება 1199 წელს მოხდა, ხოლო 1107 წელს დავით სოცლანი გარდაიცვალა. ვეფხის ტყაოსნის შექმნის თარიღად 1199-1107 წლებს ასახელები. ამას ადასტურებს პოემის ძირითად ნაწილში დასახელებული ნაწარმოებებიც. მაგალითად, ირკვევა, რომ რუსთაველი იცნობდა ნიზამი განჯელის პოემას ლეილი და მაჯნუნი, რომელიც 1188 წელსაა დაწერილი. ამასთანავე, გარდა საყოველთაოდ მიღებული თვალსაზრისისა, არსებობს ცალკეულ მკვლევართა განსხვავებული მოსაზრებებიც. სერგის კაკაბაძე ვარაუდობდა, რომ ვეფხის ტყაოსანი მე-14-მე-15 საუკუნეების ნიმუშია. ნიკო მარს იგი მონღოლთა პერიოდში, მე-14 საუკუნეში შეთხზულად მიაჩნდა. მოგვიანებით ორივე მკვლევარმა უარყო ეს ვარაუდი და ტრადიციულ თვალსაზრისს დაუბრუნდნენ. რუსთველოლოგის იუსტინე აბულაძის აზრით, შოთამ ვეფხის ტყაოსანი თამარის სიკვდილის შემდეგ დაასრულა, უკეთ ჩამოაყალიბა. კორნელი კეკელიძის აზრით, ვეფხის ტყაოსანი დაწერილია საქართველოში მონღოლების შემოსევის შემდეგ, მე-13 საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს.